გადავიდეთ უკვე ტექსტის თარგმნაზე. პირობითად თარგმნოთ ჩავწეროთ ტექსტი. თუ მოკლედ ვიცით რა ტექსტი რა ენაზე არის, ვუთითებთ იმ ენას და შემდეგ ვუთითებთ სასრულ ენას, თუ რა ენაზე გვსურს ჩვენ ამ ტექსტის თარგმნა. დაკლიკების შემდეგ რამდენიმე წამში უკვე მიიღებთ პასუხს. შეგიძლიათ თარგმნოთ ნებისმიერად, თუნდაც თურქულად, თუნდაც გერმანულად, მოცემული ენები რაც ჩამოწერილი არის ამ სიაში, ყველა ენას შეგიძლიათ მიიღოთ თარგმანი. გადავიდეთ მოდით დოკუმენტის ნაწილზე. დოკუმენტის ნაწილში საინტერესო ფაქტია, რომ პირველ რიგში თქვენ უნდა აირჩიოთ ის დოკუმენტი, რაც უნდა მაგვიტვირთოთ, ასე ვთქვათ, ატვირთო სისტემაში. დაკლიკებთ დოკუმენტს, მონიშნავთ დოკუმენტს. აქვე ნახავთ თუ როგორ გამოიყურება ეს დოკუმენტი, ანუ ეს შეიძლება იყოს PDF, შეიძლება იყოს Word-ის ფაილი, შეიძლება იყოს ფოტო, პირობითად შეიძლება იყოს რაღაც ხელნაწერის დასკრინული ფოტო. ჩვენ სისტემა ყველანაირი დოკუმენტის თარგმნა შეძლებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ ხელნაწერია, მაქსიმალურად გარკვევით უნდა ეწეროს. კეთილი, შემდეგ რაც ხდება, რომ ვირჩევთ საწყის ენას, საწყის ენაზე ინფორმაცია თუ გაგვაჩნია, რომ მაგალითად ეს არის ინგლისური დოკუმენტი, აუცილებლად უნდა ვირჩევთ, რომ ეს არის ინგლისური და შემდეგ უკვე სამიზნე ენას. ეს განმეორდები და შეიძლება იყოს ქართული, შეიძლება იყოს ნებისმიერი ინგლისური, ნებისმიერი ჩამოთვლილთაგან. შემდეგ უკვე ვაკლიკებთ თარგმნას და ველოდებით რამდენიმე წუთი. ეს თარგმნის პროცესი გრძელდება 1-დან 3 წუთნახევრამდე. ამ დროის განმავლობაში შეგიძლიათ მოკლედ გადახედოთ ისევ ტექსტს და ასე ვთქვათ, დაელოდოთ ამ დროს, რაც უფრო ნაკლებ პატარა ზომის დოკუმენტი იქნება, მით უფრო მალე მოახერხებს სისტემა ამ დოკუმენტის თარგმნას. მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ითარგმნება, თქვენ მარჯვენა მხარეს მიიღებთ მის თარგმნილ ვერსიას. ეს შეგიძლიათ დააკორექტიროთ პირობითად, გააშავოთ, გაზარდოთ ტექსტის ზომა, ნებისმიერი ოპერაცია, რასაც Word-ის დოკუმენტში აკეთებთ. აქ დიდი ხანს არ გავჩერდები, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ვთქვათ მარტივად გასაგებია. გადავალ შემოთავაზებებზე. შემოთავაზებები რეალურად არის ის გაუმჯობესების ვარიანტი, რაც შეიძლება თქვენ ტექსტს მიანიჭოთ. მაგალითად, პირველ რიგში ტერმინოლოგიის დაზუსტება. მისაღები კომიტეტი შეიძლება შეიცავდეს უფრო გავრცელებულ ფორმატს, რომ მაგალითად შეიძლება ჩავწეროთ როგორც მიმღები კომისიით, ჩავნაცვლოთ მიმღები კომისიით. თუ მოგწონს ეს ჩვენი შემოთავაზება, ამ შემთხვევაში ვაკლიკებთ მიღების ხილაკს და ვნახულობთ რა ტექსტი იცვლება რა ტექსტით. ეს ამოცვლი ტექსტი შეგვიძლია ჩვენ ხელით ვამოცვალოთ და დავწეროთ, რომ სატესტო და ვაკლიკებთ მიღებას. აქვე სატესტო. აი, როგორ ამოცვალა თავისით ეს ტექსტი. შესაბამისად, ნებისმიერი ქვემოთ მოყვანილი შემოთავაზება შეგიძლიათ პირდაპირ ასახოთ მიღებულ ტექსტში. კეთილი, მას შემდეგ რაც დარწმუნებით, რომ დოკუმენტი მზად არის და საკმარისად დააკორექტირეთ, თარგმანის გადაამოწმეთ, შეაფასეთ, რამდენად კარგად იყო ნათარგმნი, შეგვიძლია უკვე გადმოწერის ნაწილზე მივიდეთ. როცა ვაკლიკებთ ჩამოტვირთვას, შეგვიძლია ავირჩიოთ სამი ტიპიდან ერთ-ერთი, მაგალითად ან PDF-ი, ან Word-ი, ან text ფაილი. თუ დავაწვევით PDF დოკუმენტს, ანალოგიურად მოცემულ დოკუმენტი გადმოიწერება და მიწერილი იქნება ბოლოში თარგმნილი, სიტყვა თარგმნილი, რაც ფაილებთან კომუნიკაციას გაგიმარტივებთ. მოცემული დოკუმენტი შეგიძლიათ პირდაპირ გახსნათ და ნახოთ, რომ ჩვეულებრივად როგორც პირობითად Word-ის დოკუმენტს გადაიყვანეთ PDF-ში, ანალოგიურად გადადის. სულ ეს იყო. მადლობა რომ ისმენით. ნახვამდის.